იოანეს მე-14 თავის პირველიდან მე-14 მუხლამდე წავიკითხოთ. ნუ შეკრთება თქვენი გული, იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე. მამაჩემის სახში ბევრი სავანია, ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით, მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ. როდესაც წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ. სადაც მე მივდივარ, თქვენიცით ის გზა. თომამ უთხრა, უფალო, არ ვიცი სად მიდიხარ და გზა როგორღა გვეცოდინება? უთხრა იესომ, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა თუ არა ჩემით. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობოდათ, ამიერიდან იცნობთ მას და გიხილავთ იგი. ფილიპემ უთხრა, უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის. უთხრა მას იესომ, რახანია თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამა იხილა, როგორღა ამბობ, გვიჩვენე მამაო? განა არ გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემში? სიტყვებს, რომელთაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ, ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეებს. მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. თუ არა და თვით საქმეებს მაინც ერწმუნეთ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვისაც ჩემი სწამს იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, ისიც გააკეთებს და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ. რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, გააკეთებთ, რათა განდიდდეს მამა ძეში. თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გააკეთებთ. ძალიან ძვირფასი სიტყვებია, როცა იესო ქრისტე ეუბნება. მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა თუ არა ჩემით. ქრისტიანი უნდა კითხულობდეს სახარებას და იცოდეს, რას ასწავლის იესო ქრისტე და მაშინ მიიღებ გამოცხადებას და განსხვავებას, მიიღებ, რას ამბობს ღმერთის სიტყვა და რას გთავაზობს ქვეყნიერება. გაკურთხოთ უფალმა.